გამარჯობათ, ეს არის ჩვენი რიგით მეხუთე ეპიზოდი, ყველაფერი ესთეტიკაზე პოდკასტი და ტრადიციულად მე და ჩემი თანაწამყვანი სოფია თოიძე მოგესალმებით. ყავს დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი, ვიზაჟისტი, მეიქაპ არტისტი, ასეც ვიტყოდი, რადგან ვიზაჟისტებს მეიქაპ არტისტებსაც ეძახიან მეორენაირად, თუმცა ამ ვიზაჟისტის განმარტება რომ მოვძებნე, ასე აღმოვაჩინე, რომ ეს არის ფრანგული სიტყვა და ნიშნავს ადამიანის სახის მხატვრულად გარდაქმნას. ჩვენი სტუმარია დღეს ქეთი მჭედლიძე, სტუდიის ქეთი მჭედლიძის სტუდიის დამფუძნებელი და ძალიან ბევრი მეიქაპ არტისტის აღმზრდელი და მასწავლებელი. ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ დღეს ქეთისთან ერთად, ზოგადად მაკიაჟის ხელოვნებაზე, როგორ შეიქმნა, რა ტენდენციებია დღეს წარსულის და აწმყოს შედარებაზე და მე და სოფო რომ საუბრობდით, ვთვლით, რომ რაღაც ესთეტიკა და ვიზაჟი ესენი დაძმასავით არიან და ქეთის უფრო ტყუპიდები არიან, ასე ვთქვათ, ტყუპიდები. და აი დღევანდელ ეპიზოდში ზუსტად ამ ორ სამყაროს ვაერთიანებთ ერთმანეთში. აი ესეთი დატაკება ხდება ორი სამყაროსი, ეს არის რა თქმა უნდა ვიზაჟის ხელოვნება და კოსმეტოლოგია. და ყველაზე მეტად იცით, მაინც აი ყოველთვის იბადება კითხვა, რომელია პირველი ვიზაჟი თუ კოსმეტოლოგია, ანუ თუ პირიქით ორივე ეფუძნება მორთვა მოკაზმას, ხელოვნებას ორივე და საერთოდ რა არის ეს ვიზაჟი? ხელოვნება, სილამაზეა, რას ემსახურება და ყველაზე მთავარი, კანი რა როლს თამაშობს აქ? მიუხედავად იმისა, რომ მე ვიზაჟისტი ვარ, ალბათ სოფო უნდა დაგეთანხმოთ, რომ ჯერ უპირველეს ყოვლისა ჩემთვისაც ჯერ მოვლილი კანია. შეუძლებელია გაკეთდეს ლამაზი მაკიაჟი კანზე, რომელიც არ არის მიხედილი, არ არის მოვლილი, არ არის ნაკვები. აქ საუბარი არაა, რომ ჩვენ შეიძლება იქ რაღაცა წვრილი ნაოჭი გქონდეს, ან ტუჩხველის დაკეცი გქონდეს. ეს გასაგებია, ეს ჩვენი ფიზიოლოგიაა და ეს ჩდება სახეზე, მაგრამ კანის ზედაპირი, როდესაც გლუვია, გამოკვებილია, მას ანუ სახელმწიფოს თუ რა არის მასაჟი. მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ მასაჟის. და კიდევ სხვა ბევრი თანამედროვე პროცედურა, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს, რა თქმა უნდა, ასეთი სახეზე მუშაობა ჩემთვის როგორც ვიზაჟისტისთვის ერთი სიამოვნებაა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რა არის ეს სილამაზია, თუ მხატვრობა, ორივე ერთად. დღევანდელ დღეს რეალურად მხატვრობამდეა ასული ჩვენი სპეციალობა. საქმე ისაა, რომ 21 საუკუნემ გვაჩუქა უამრავი არაჩვეულებრივი თანამედროვე ტექსტურები. ყველა პროდუქტში, იქნება ეს ტონალური საცხი, თუ ბლაში, თუ ფანქარი, ტუში, ტუჩსაცხი. თუ ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინა საუკუნეს, მე-20 საუკუნის მიწურულს მიუბრუნდებით, იყო ძალიან მარტივად მშრალი, როგორ გითხრათ, სტანდარტული ტონალურები, რომლებიც უბრალოდ ახერხებენ იმას, რომ გადაფარონ ჩვენი სახის ნაკლოვანება, ისიც ძალიან ტლანქად აკეთებდნენ ამას მინდა გითხრათ. დერმაკოლი. მე ახლა იცით, აი ცოტა უფრო შორს წავალ ვუბრუნდები 70-იანი წლებიდან და 70-იანი წლებიდან 90-იან წლებს ვგულისხმობ ამ პერიოდს. კოსმეტიკა იყო მძიმე ტლანქი, არ იყო ფერთა პალიტრა, არ იყო ტექსტურებში განსხვავება, რას გულისხმობ უფრო დავკონკრეტდები, მაგალითად დღეს ჩვენ ტონალური შეიძლება ვნახოთ როგორც მოვლის გაგრძელება, იმიტომ რომ თანამედროვე ტონალურში დევს მოვლა, ისეთი როგორც ჰიალურონის მჟავა, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ნიაცინამიდებიც, ეს შეიძლება იყოს ეთერზეთებიც, რომლებიც კვებავენ და ატენიანებენ კანს, ეს შეიძლება იყოს დამცავი ფილტრებიც, რომელიც ნაადრევ დაბერებას ებრძვიან. ანუ ტყუპიდები ნამდვილად არიან, ჩვენი ორი სპეციალობა ნამდვილად ასია.
და ასე რომ გავყვეთ, ყველა პროდუქტში შეიძლება აღმოვაჩინოთ ტუჩსაცხი, იყო ერთი კლასიკური პომადა, რომელიც იყო ცვილზე დაფუძნებული, არც თუ ისე ცუდი ხარისხის, ის უვლიდა ტუჩს და სამაგიეროდ არ იყო მდგრადი. თანამედროვე ქალისთვის უკვე ეს პროდუქტი ნაკლებად საინტერესო იყო. გაჩნდა მდგრადი პომადა. გაჩნდა პომადა, რომელსაც აქვს სხვადასხვა დაფარვა. მაგალითად, ეს შეიძლება ყოფილიყო სატინი, ეს შეიძლება ყოფილიყო მეტალიკური სიბზინვარით პომადა, შეიძლება ყოფილიყო მსუბუქი ხავერდოვანი ზედაპირით. მათ ასევე ქვია velvet rouge, classic rouge და დღეს ეს პალიტრა თავისი ტექსტურებით უბრალოდ გვაოცებს და შეუძლებელია ქალმა უარი თქვა ამ სილამაზეზე. რაც შეეხება თვალის ჩრდილებზე მინდა განსაკუთრებულად ვილაპარაკო, თუ რევოლუცია სადმე მოხდა, პირველ რიგში ეს არის ტონალურები და თვალის ჩრდილები. თვალის მე საკმაოდ დიდი ხანია რაც ვიზაჟისტი ვარ, 20 წელზე მეტია და 90-იანების მიწრულს დავიწყე ეს ამ სფეროში შევედი როგორც ვიზაჟისტი, ბრენდ მენეჯერი, PR მენეჯერი, მაშინ ეს არაფერი არ იყო განსხვავებული. ეს იყო ყველაფერი ერთსახე. მაგრამ აუცილებლად მინდა რომ ახსენე, იმიტომ რომ პირად საუბრებში გიხსენებია, შენი სპეციალობა ზუსტად ეს არის იმ პერიოდში. დიახ, ჩემი ახლად შეძენილი სპეციალობა დაემთხვა საქართველოში დეკორატიული კოსმეტიკის შემოტანასა და გავრცელებას ისეთი ბრენდებისა, როგორიც არის ფრანგული ბრენდები, ლუქს ბრენდებზე მაქვს მე ახლა საუბარი და ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად მათი სკოლა საუკეთესოა და ისინი არანაირ არც ტექნოლოგიებს, არც შრომას და არც ნიშს და კრეატიულობას არ ინანებენ, რომ შექმნან კარგი პროდუქტი. და ამ პროდუქტების ცვლილებას და დახვეწას მე ყოველ დღე ვაკვირდები. ესე იგი, ჩრდილები საუკუნის მიწრულს იყო ძალიან მტყელი, უინტერესო, მას არ ქონდა მოცულობა, მას არ ქონდა ტექსტურა, ის იყო მშრალი, საკმაოდ რთულად გადასატანიც თვალის ქუთუთოზე მინდა გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ლუქსი, ახლა როდესაც მე ვასწავლე ჩემს მოსწავლეებს, მე მაქვს ნიმუშები, ყველა ეს არ არის გამოყენებაში, მაგრამ როგორც ნიმუში, რომ 90-იანი წლების მიწურულს თუ რა კოსმეტიკა ვქონდა, იმისათვის რომ ტექსტურობრივად ვანახო, იგივე ბუმბერაზი ბრენდების ჩრდილებზე მაქვს ახლა მე საუბარი და ვაჩვენებ უნდა გაკეთდეს აუცილებლად დღევანდელ ტექსტურებს რა მოხდა. ჩრდილი არის პუდროვანი შიგთავსი, რომელიც არის დაპრესილი და მას აქვს ფერადი პიგმენტები. აი ამ სილამაზეს დაუმატეს ეთეროვანი ზეთები, რომლებიც მათ სიმსუბუქეს ფაფუქს ხდიან და ძალიან მარტივად ხდება მათი გადატანა. გადატანის გარდა ისინი უფრო მდგრადი გახდა ქუთუთოზე, კარგად იშლება და თან კვებავს თვალის ქუთუთოს. ანუ აღარ სახისკანს არაზიანებს, გიადვილებს დაშლას, გაძლევს სიღრმისა და სიმსუბუქის შექმნის, ანუ მანევრის საშუალებას გაძლევს, როდესაც მუშაობ თვალის ჭრილზე და ამავე დროს მდგრადობას ინარჩუნებს. ერთი კითხვა მაინც მინდა დიახ. იცი რა მინდა რომ აი აქტიურად ესე მსმენელმა გაიგოს რომ თქვენ ტონალური ახსენეთ და რომ ტონალური საშუალება იმდენად კარგი არის დღესდღეობით რომ ყველამ უნდა მოიხმაროს რომ ეს არ არის საშიში მისი მოხმარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეშინია. დიახ, და სიამოვნებით დაუბრუნდები ტონალურის თემას, იმიტომ რომ ეს არის ამოუწურავი თემა. გარდა იმისა, რომ შიგთავსი გახდა მეორე საცხი, რომელსაც აქვს მომრელი საცხი, რომელსაც აქვს დეკორატიული დანიშნულება, მაგალითად შრაძზე დაფუძნებული, ბოლოთაობის შრაძზე დაფუძნებული ტონალურები, რომლებიც ლამის ყოველივე ბრენდს აქვს, არა მარტო ლუქს, არამედ middle ბრენდებში ძალიან ხშირად ხდებით, ემატება კიდევ ის, რომ მისი ფერი და ელფერი დახვეწეს. აღარ გვაქვს მარტო ფერი. ჩვენ გვაქვს ელფერიც, ახსნი თუ რა არის ეს. ჩვენ დღეს სამი ქალბატონი ვზივართ. ნინოს კანის ფერი არის ხორბლის ფერი, ქალბატონის სოფო თეთრია და ჩემი ფერი არის ნეიტრალური ბეჟი. გარდა ამისა, ნინოს კანის ელფერი არის თბილი.
გარდა იმისა, რომ თქვენი კანი არის ხორბლისფერი, ელფერიც გაქვთ, მარტო ფერი არ გვაქვთ. ეს არის თბილი კანი. ქალბატონის ოფო თეთრია, მაგრამ მისი ელფერი არის ცივი. ჩემი ელფერიც არის ცივი, უფრო ახლო ნეიტრალურისკენ. ეს არის სუფთა მხატვრობა, ქალბატონის ოფო, სუფთა მხატვრობა და თუ ჩვენ ფერის ტემპერატურაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ასია შკალაზე. აქეთ გვაქვს თბილი, ცივი და შუაში ნეიტრალური. და როდესაც კომპანია ქმნის გარკვეულ ფერს და როგორც წესი, წამყვან ბრენდებს 50 ფერი აქვთ თავიანთ ნუსხაში, იყენებენ ფიცპატრიკის დაყოფას, ქერა, ნათელი, tan, dark ანუ ამასაც კი იყენებენ იმდენად გაართულეს იმისთვის რომ ზუსტად მოგარგონ შენ როგორც მომხმარებელს და აი ამ ყველაფერში გაცხოლა ძალიან გაურთულდა მომხმარებელს, მაგრამ ბედნიერება შექმნა ჩვენთვის. აი ბედნიერება. თული არის ნიმ ძალიან. ამაში გაიგო და რო შედიხარ არჩევანი გააკეთო რომ ჯერ იცოდე იდენტიფიკაცია გაუკეთო საკუთარი ელფერს, ფერს და ელფერს ანუ ფერს და ელფერს ხონია. და მე უკვე არჩიო შენთვის შესაბამისი. ალბათ სპეციალისტები ურჩევენ, ვინც არიან ალბათ გავლილი ახეს ყველაფერი. რა თქმა უნდა სტენდებთან განან გოგონები რომელთაც აქვთ ეს ცოდნა და ზოგადად სწორია, როდესაც ქალს უნდა თავისი სახის დრესის, ასე ვიტყოდი, სახის სამოსის პალიტრის შექმნა ერთი ვიზიტი ვიზაჟისტთან, რომელიც არის კოლორისტი, მინდა აღვნიშნო. იმიტომ რომ კოლორისტიკის ცოდნა ვიზაჟისტისთვის კიდევ სხვა საფეხურია, რომელსაც თუნდაც ჩვენ სტუდიაში მეორე თვიდან ვიწყებთ, ეს არ არის მარტივი რამ, ამაში კარგად უნდა გაარკვიო ადამიანი. ამისთვის არის ზუსტად როგორც ადამიანების სტენდებთან მომზადებული, ასევე სპეციალისტები. ქალაქში დღეს ყავს სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ ამისი კონსულტაციის მოცემა ქალბატონებს. ხო, იმიტომ რომ შეიძლება შენ გინდოდეს ძალიან, რომ შეიძინოს ტონალური და მოვლილად კონდეს, მაგრამ ვერ შეარჩიო ის ფერი და დაიზიანო რთულია. რეალურად რას აკეთებს, როდესაც არასწორად შერჩეული, ანუ სწორად შერჩევა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც წეგან თქვი, იმიტომ რომ ხა 50 ფერი როგორია მოირგო შენთვის არ არის, როცა ბრენდი ქმნის, ხო? დიახ. დაუბრუნდები კიდევ თქვენის ნებართვით ტონალურების თემას. მარტო კანის ტიპებიც კი, ესე იგი კანის ტიპი ხო გათვალისწინებულია და გათვალისწინებულია. კანის მდგომარეობაა გათვალისწინებული. ხედავ როგორი წინსულა. ცალკე არის dehydrating კანისთვის ხო, გაუწყლოვანებული კანისთვის შექმნილი ტონალურები, სადაც მახვილი გაკეთებულია დატენიანებაზე და ცალკე არის რეაქტიული მგრძნობიარე კანისთვის შექმნილი ტონალურები. ამიტომ ფუფუნება დიდია. პალიტრა დიდია და შე როგორც ხატვარი მიდიხარ, ირჩევ ამ ფერს და ქმნი ტილოს. სახეზე იწყებ ბაზებით, მინდა გითხრათ, რომ ტონალურს უძღვის წინ ბაზები. ეს არის ახალი პროდუქტი, რომელიც ასევე ძალიან განვითარდა 2000-დან 2010 წლამდე ბუმი იყო და დღემდე გრძელდება. მარტო ეხლა რომ ლექცია მთლად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ სადღაც 7-8 სახეობის ბაზა არსებობს, მათ შორის ერთ სახეობას თუ ვახსენებ, ეს არის მაკორექტირებელი ბაზები, რომელშიც შედის სხვადასხვა პიგმენტი. ეს შეიძლება იყოს ყვითელი, იისფერი, ცისფერი, მწვანე, ვარდისფერი, ბეჟი, ატმისფერი, ნარინჯისფერი, იმიტომ რომ რასები სამი რასაა და ყველაკან სჭირდება სხვადასხვა პიგმენტი. ეს მხოლოდ ერთ სახის ბაზა ჩამოვთვალე. და კიდევ ცხიმიანი კანის ბაზა, რომელიც არის შექმნილი ისე, რომ ტონალურს იჭერს. ჩვენ ვიცით, რომ კანის ჭარბცხიმიანობა ხელს უშლის მაკიაჟის მდგრადობას. შეიქმნა ბაზა, რომელიც არის ბარიერი კანსა და ტონალურს შორის და მთელი დღე შეუძლია გაიჩეროს. აი წარმოიდგინეთ, მთელი დღე შეიძლება გაიჩეროს ტონალური და როდესაც ჩვენ მუშაობთ
ეს იქნება კინემატოგრაფი თუ მაგალითად სარეკლამო დაკვეთები ან კიდევ სხვა სახის დაკვეთები თუნდაც სადღესასწაულო დაკვეთები როგორც აქ ქორწილი ჩვენ ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ ანუ არსენალი ძალიან დიდია არსენალი ძალიან დიდია კეთილს მინახლა და ქალბატონებს თუ ვინმე შეშინია და უფრთხის ტონალური შეცდომა ძალიან ბევრს შეშინია იმიტომ რომ არასწორი ინფორმაციაა პირიქით მე მგონი დროა რომ დაიწყონ თავიანთ ყოველდღიურ მაკიაჟში რა თქმა უნდა ბევრს ეშინია გეთანხმებით და სხვათა შორის უფროსი თაობის ქალბატონები ეუბნებიან თავიანთ ახალგაზრდა გოგონებს რომ არ წაისვა არ ვარგა სახეს აფუჭებს და მე ვუბრუნდები მაგ თემას რეალურად აი ეს 70-იანი წლების ტონალური რომელიც მათ ახალგაზრდობაში ქონდა იყო ძალიან ძიმე და გეტყვით რაშიც იყო საქმე თუ როგორ შეიცავდა ბრინჯის ფქვილს რომელიც თან ნატურალური ბრინჯის ფქვილს რომელიც სახეზე ფუვდებოდა თავისთავად ხო კანი ხო ცოცხალი ორგანოა და ჩვენი ოფლისა და ცხიმის გამონაყრეფი იმას აჯერებდა და ეს ყველაფერი ფორებში ჯდებოდა და თავისთავად იწვევდა კანის გაწელვას იცოდით და გარდა ამისა გვაწვა ასე მკვდარი შრესავით სახეზე და მძიმე იყო რეალურად მძიმე იყო და არ სუნთქავდა ერთი კითხვა მაქვს კიდე ძალიან ხშირად არის ასეთი მითია თუ რეალობა ხშირად დასმული კითხვა არის რომ მაკიაჟის ხშირად კეთება არ შეიძლება ანუ მაკიაჟი იგულისხმება ეხლა მაგალითად ყოველდღიური მაკიაჟი ვთქვათ რასაც მე თქვენ ვიკეთებთ აი ყოველდღიურს ვამბობ რომ ეს არის მავნებელი აი ეს მინდა რომ თქვენ ეხლა ეს მითი განადგუროთ მოდით პირად მაგალითზე გეტყვით მე 16 წლიდან ხმარობ მაკიაჟს და ხმარობ ჩემი მშობლების წყალობით ყოველთვის კარგი ხარისხის მაკიაჟს მქონდა ფუფუნება მშობლები მჩუქნიდნენ კარგ კოსმეტიკას, მაგრამ ასევე მქონდა ფუფუნება, დედაჩემისგან მიმეღო სწორი გაკვეთილები. ეს მაკიაჟი უნდა ჩამოგეშორებინა, სწორად მოგეშორებინა და ისე დაგეძინა. არ შეიძლება მაკიაჟის დატოვება. თქმა უნდა. კი ბატონო, თუ თანამედროვე მაკიაჟზე ვისაუბრებ, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ის უვლისკანს. და თუ ყველაფერს იკეთესთან ერთად თქვენ სწორ დემაკიაჟის საშუალებებს, ანუ სწორად მოიშორებთ მეიქაპს თვალიდან, ტუჩიდან, სახიდან. არ ხდება ისე, რომ ხშირია, რომ გოგონები იყიდიან სახის დასაბან, ახალგაზრდებზე მაქსაუბარ, რომლებიც იწყებენ სახის მოვლას, იყიდიან სახის დასაბან საშუალებას და ცდილობენ მთლიანად მაკიაჟის ჩამობანას. თუ ეს მსუბუქი მაკიაჟია, კი ბატონო, მაგრამ თუ მაკიაჟი მდგრადი პომადით არის და ტუშით, რომელიც უძლებს წყალს, მაშინ ეს არ მოხერხდება. ამიტომ ვიღებთ სპეციალურ დემაკიაჟის საშუალებას, ჯერ ვიცილებთ თვალებიდან, ვიცილებთ ტუჩებიდან, მერე ვიცილებთ ტონალურს და მერე ხდება ჩამობანა ამ ყველაფერს. აი, ხედავ რა საინტერესოა. მერე არის უკვე მოვლა. სწორი მოვლა, იქ იქნება თვალი სწორე, შევეჭრებით თქვენ სფეროს. კი. აუცილებლად თვალისაცხი, სახისაცხი, ყელი და დეკოლტე ქალბატონებს და ახალგაზრდა გოგოებს არ უნდა დაგვავიწყდეს. იმიტომ რომ ყელი და დეკოლტე ზუსტად ისევე მოსაფრთხილებელია, როგორც სახე და მე ვიტყოდი უფრო მეტადაც, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ აქ კანი ბევრად უფრო თხელია და ყველაზე სწრაფად ვერდება. აი ზუსტად მიზან მიმართული დარიგება არის ახალგაზრდებისთვის და ყველასათვის. კი ბატონო, გარდა ამისა, ყოველდღიური წასმა და მოცილება ბუნებრივ აქერცვლასაც ხელს უწყობს, ხო? და კანი არის უფრო გლუვი, პრიალა და გადატკეცილი. ამიტომ პირიქით. აი, ყოველდღიური სწორი მაკიაჟი შესაბამისი დღისთვის, შესაბამისი სიტუაციისთვის და თქვენი სტატუსისთვის აუცილებელია მეთვლი თანამედროვე ცხოვრებაში. აი, ნინო, რას ნიშნავს სწორი მოვლა? აი, კეთი ახლა გისმენდი და იმ ქალბატონებს, გოგონებს, თუნდაც უფრო პატარა ასაკის, ვინც ყოველდღიურობაში არ იყენებს ტონალურს, არ იყენებს მაკიაჟს, მაგრამ უნდა რომ გამოიყურებოდეს მოვლილად.
რა ნაკვთი უნდა კონდეს მას შეღებილი, რის გარეშე არ უნდა გავიდეს სახლიდან, ანუ არ ვიცი რა სიტყვი ეს ვთქვათ, ტუჩი ქმნის მოვლილი სახის ეფექტს, თვალი ქმნის, ყური მალე, აი შენ როგორც პროფესიონალი რას ეტყოდი ასეთ გოგონებს, რას ურჩევდი? მოვლილი კანის ეფექტს ქმნის პირველ რიგში კანი და ყოველთვის კანი. ამიტომ ვიყურებით საუკეში. თავისთავად ახალგაზრდები რო ვართ, ბევრად უფრო სავსეა, ტონუსია კანი, ნაკლებია შუქჭდილები. ამიტომ აქ თუ ვართ პატარა ასაკში 25 წლამდე, ბევრი რამ არ გჭირდება. შევხედეთ თუ გვაქვს იქ პატარა სახის ნაკლოვანებები, არსებობს კორექტორი, რომელთაც შეგვიძლია ამის დაფარვა. ახლა არსებობს არაჩვეულებრივი პუდრები, უმსუბუქესი, რომელთაც საკმარისი პიგმენტი აქვს და ამავე დროს დატენიანებას უნარჩუნებენ კანს, ანუ აქაც ტექნოლოგია დაიხვეწა, ჩვენ ვიცით რომ პუდრი ეს არის კომპონენტი, რომელიც აშრობს კანს. აქ ასეთი პუდრი კანს არ აშრობს, ამიტომ სუბუქად კორექტორზე, უკვე შესწორებულ ნაკლოვანებებზე სუბუქად შეგვიძლია გადავისვათ ასეთი პუდრა და შემდეგ ოდნავ კუთხეებში ცოტა ტუჩი და სულაც გამჭვირვალე გლოსი და ცოტა ბლაში ლოყებზე. ბლაში აქტუალურია. ძალიან ტრენდულია. ძალიან კარგია ეს და კიდე რა მინდა იცით რომ გავამახვილოთ ყურადღება ეს პუდრები ყველა ტიპის კანისთვის არსებობს თუ ერთი არის რომ აი მაყურებელმა ეს კარგად გაიგოს. ანუ სხვადასხვა ტიპის კანზეა განკუთვნილი და ესეთი არის თუ არის პუდრი, რომელიც ყველა ტიპის კანზე მიდის. დიახ, პუდრებშიც გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი. ეს არის setting powder, blurring powder, covering powder. ანუ ძალიან ბევრია, მაგრამ ეს უფრო ვიზაჟისტებს გვაინტერესებს. ეხლა რაც შეეხება თქვენ კითხვას ქალბატონებს, თუ ჩვენ გვაქვს სტანდარტული კანი, რომელიც არის ყველა ტიპის, ანუ ნორმალურ კანს, მშრალ კანს, კომბინირებულ კანს, რომელსაც არ აქვს მიდრეკილება ტეზონის ცხიმიანობისკენ, შეგვიძლია ვიხმაროთ ჩვეულებრივი hydrating powder. პუდრები დამატენიანებელი ფუძით, ეს შეიძლება იყოს ფხვიერი პუდრები, ეს შეიძლება იყოს დაპრესილი კეიქში, კეიქს უძახით, კეიქში დაპრესილი პუდრები. თქვენი სურვილისამებრ თუ რას მიანიჭებთ უფრო უპირატესობას. კეიქი კარგია სატარებლად ჩანთაში, სახში, როდესაც დილით იწესრიგებთ თავს, მე ძალიან მიყვარს ფხვიერი პუდრები. ამიტომ სასურველია რომ ორივე გქონდეთ, ხო? და შემდეგ უკვე შევიდე ბლაშით ვასრულებ? არა, პუდრი თუ თქვენ პუდროვან ბლაშს ისვამთ, ზემოდან უკვე შეგიძლიათ ბლაში. თუ ჩვენ ბლაშზე აუცილებლად გავაგრძელოთ პუდრების შემდეგ საუბარი, კიდევ ქვეყანას სიამოვნება ხდება. თუ კანი ჭარბცხიმიანია და ტეზონა ჭარბცხიმიანია, არსებობს სპეციალური პუდრები, რომლებიც ამ ცხიმს იჭერენ. ასევე არ გართმევენ ტენს, ოღონდ იჭერენ აი ამ ცხიმს, რომ კაფსულაში და კრავენ მას და მთელ დღის განმავლობაში კანი არის გლუვი და სასიამოვნო შესახედი. უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ბევრი ასაკობრივი სეგმენტი გვისმენს და ყველას გავიჩნდება კითხვა, რა არის ბლაში? რომ აგვიხსნა კარგად და რატო უნდა გამოვიყენოთ და რისთვის, აი რას ფარავს, რა ნაკლოვანებებს ფარავს ჩვენ სახელს. რამდენად მისაღებია ასაკოვანი კანის. კი ბატონო. რეალურად ბლაში ზუსტი თარგმანი ქართული ლექსიკონით ეს არის ფერუმარელი. ცოტა არქაული სიტყვაა და როდესაც მე აუცილებლად ვაძლევ ამ სიტყვას ჩემ მოსწავლეებს, რომ იცოდნენ როგორ ჟღერს ეს ქართულად და მათ თვალებში ვხედავ, რომ ცოტა ვერ ხვდებიან რაზე ვსაუბრობ. ბლაში არის ის, რასაც ლოყებზე ვისმევთ და რაც ფერს გვანიჭებს და ჩვენს სახეს ახალისებს. და დღეს ეს ბლაშებიც გვაქვს უამრავი. იქნება ეს კეიქი. ძალიან მოდაში ახლა კრემოვანი ბლაშები. კრემოვანი და თხევადი, ანუ მშრალი პუდროვანი ბლაშები ცოტა წინა პერიოდის კი დარჩა. თუმცა მე ვიყენებ ხშირად, როდესაც ვაკეთებთ სხვა ვიზაჟისტები ხმარობთ ყველანაირ პუდრს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ სად რა გვჭირდება, მაგრამ ქალბატონებმა საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ჯობია გამოიყენონ განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელიც ახსენე კრემოვანი ან თხევადი, ლიკვიდური ბლაშები. გორბისებთ, ღაწვებზე. შეგვიძლია ავიღოთ კეიქიდან პირდაპირ
დიდი თითით დიახ. ან სპონჟით და პირდაპირ გავყვეთ ჩვენს ლოყას და დავიფაროთ ის. აი, საინტერესო. ასევე თხევადი კია ბლაში, მაგრამ ძალიან პიგმენტირებული, ამიტომ ერთი წვეთია ზოგჯერ საჭირო, იგივე ეხება კრემოვან პუდრებს, ბლაშებს, იქაც საკმაოდ პიგმენტირებულია და იგივე წესით მცირე რაოდენობა ნაწილდება ლოყაზე. თუ გაგვიჭირდა ჩვენი ლოყის დანახვა, ხშირად რთულია. გავიღიმოთ და კუნთი რომელიც ამოხტება, ეგრევე გაჩვენებთ ადგილს. ის არის ბლაშის ადგილი. ის არის ბლაში. აი ხედავ რა საინტერესოა. ბლაში ისმევა დღეს ტრენდის მიხედვით, ჯერ ერთი რომ ფერადია ძალიან, უმთავრესად ეს არის ვარდისფერი, ატმისფერი, ჟოლოსფერი, კენკრისფერი. თუმცა მუქი ყავისფერიც მინახეთ. კი ბატონო. აქაც უნდა ვიცოდეთ ალბათ რა მუქ არის ყავისფერზე ჩვენთვის. მოგახსენებთ. აქაც საინტერესო ძვრებია. ხო. უნდა ვიცოდეთ რომელი ელფერი აი აქაც შეგვეფერება. მივდივართ კანის ელფერთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თბილია ჩვენი კანის ელფერი თუ ცივია ჩვენი კანის ელფერი. თუ ჩვენ თბილი კანის ელფერი გვაქვს, იქ ძალიან კარგად მუშაობს ატმისფერი, თბილი ვარდისფერი ტონები. თუ ჩვენ უფრო ცივი გვაქვს, შეხედეთ ქერაქალებზე, სასურველია მქრალი, ცივი ვარდისფერი, ისფერი პიგმენტით. ძალიან კარგად მუშაობს თეთრ კანზე, თეთრ-ცივ კანზე, მე ძალიან მიყვარს მაგენტა, ანუ ეს არის ჟოლოსფერი, მკვეთრი ჟოლოსფერი, იქ ძალიან უხდებათ ხოლმე ასეთ ქალბატონებს. გაითვალისწინეთ, ვინც გვისმენთ. თუ შავგრევნები ვართ, მე აქ მხოლოდ თმის ფერს და წარბის ფერს და თვალის ფერს არ გულისხმობ, არამედ კანი გვაქვს პიგმენტირებული ბეჟი. იქ ჯობია იყოს rosewood, ანუ ვარდის ხისფერი. ეს არის ძალიან დამჯდარი, ლამაზი, დელიკატური და არისტოკრატული ვარდისფერი. ანუ ფერი თითქოს ერთია pink, მაგრამ ბევრი ელფერი აქვს. ანუ ხო მე და სოფა სხვადასხვა აბსოლუტურად სხვადასხვა ბლაშით შეგღებავდით და ჩემი ბლაშიც თქვენი ბლაშისგან აბსოლუტურად განსხვავდება. იქ არის ნიუანსები. ჩვენ ყვავს 4 კოლორისტული ტიპი, საწყისი, ასე რომ თქვათ, და მათ აქვთ ქვეტიპები, რომელიც მიდის 16 კოლორისტულ ტიპამდე და ამ 16-ს კიდე გარდა ამ 16-ისა კიდე 2 ყვავს, რომელიც სულ ახლა შემოვიდა ჩვენ სფეროში და განიხილება როგორც neutral cool neutral warm. მეცნიერულად ახსნა ანუ აი კეთი ძალიან მიზაჟის ხელოს მივედით ფერწერამდე. ძალიან საინტერესო. მივედით ფერწერამდე. რეალურად ასია და ჩვენ კანზეც ეს პროდუქტები 7-8 ფენა გვჭირდება დღეს თანამედროვე მაკიაჟისთვის. თუმცა რო შეხედავ ქალს, საერთოდ არ ჩანს ეს 7-8 ფენა. ანუ მრავალშრიანი გახდა ეს ჩვენი ხელობა კოსმეტიკის საშუალებით. მართლა დიდი განცი გვაქვს ახლა ჩვენ სპეციალისტებს, რომ ამით ჩვენ და ქალებსაც თავისთავად პირველ რიგში ქალებს როგორც სტილო იგრუნტება და მერე ჩნდება იმაზე კონტურები, ფერები, მოხატულობა, ასე ხდება სახეზეც. იგრუნტება სახე, მზადდება სახე, მერე შედის უკვე ტონი და ნელა-ნელა ამოდის ეს ყველაფერი. მე ადამიანი ვთქვათ ვარ ერთ-ერთი რიგითი მაყურებელი, რომელიც არის იმ ასაკში და სჭირდება, ვთქვათ, არა ვარ ის პიროვნება, ვთქვათ, რომელიც მომხმარებელი ბევრი პროდუქციის ან არ მაქვს დრო რომ მივიდე სპეციალისტთან, მაგრამ მინდა რომ გამოვიყურებოდე კარგად. ასაკი, როდესაც ვითარდება ფტოზი, რიგი პრობლემები, თავისთავად რა შეიძლება გავიკეთო მე ადამიანმა, რომელმაც ძალიან მინდა რომ ვთქვათ, რაღაც გამოვიყურებოდე ცოტა ოდნავ
ესეთი ცუდ სიტყვას ვიხმარ აკაჩული, აჭიმული. ლიფტინგი, დიახ, სიტყვა ლიფტინგი კარგი სიტყვა და ლიფტინგი მარტო კოსმეტოლოგიაში კი არა, მაკიაჟში ძალიან პოპულარული და საყვარელი რამაა. ხო, აი, ოღონდ ზედმეტი რო არ იყოს, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია ეს რაღაც გამოყენება ბევრი პალიტრის და ვთქვა და ის ერთი ხრიკი რაღაც რო იყოს არსებობდეს, რომ აი მე მაგალითად რა შემიძლია გამოვიყენო. ეს არის ასე ვუბრუნდები ტრენდულ ბლაშს, რომელიც ძალიან მაღლა ყრიმალზე, ძვალზემოთ და ლოყაზე ისმევა. იმდენად მაღლა, რომ შევდივართ უკვე თვალის არეში. ხედავ რა საინტერესო. აუცილებლად ეს არის საფერთხელზე და იშლება შუბლზე, უნდა იყოს ღიაფერი. უნდა იყოს ვარდისფერი, ან კარგი ლამაზი ატმოსფერი. ეს ფერიც გვანიჭებს ახალგაზრდულ იერს და როგორ აგეხსნათ, აი თითქოს შიგნიდან ნათდება კანი. აენთება კანი უფრო ლამაზი ხდება და დახვეწილი. ანუ ამ შემთხვევაში მე შემიძლია ვარდისფერი ვიხმარო. ვარდისფერი უნდა იხმაროთ თქვენ შემთხვევაში და ჯობია რომ იყოს კრემოვანი ან თხევადი ტექსტურა. რაც შეეხება პტოზი, ჩემთანაც არის დაწყებული და შესაბამისად მე ცოტა მინდა ინტერნეტს შევეხო, როდესაც ქალები სხვა ასაკში იქნება ეს ჩვენი ასაკის უფრო უმცროსი ასაკის უყურებენ რაღაცა მაგალითს ხშირად ცდილობენ ყველაფრის გადმოტანას სახეს. როდესაც უკვე გამოკვეთილია ტუჩცხვირის ნაკეცი და პტოზი, არ გვინდა ყავისფერი. მოვერიდოთ ყავისფერს. არ არის საჭირო ხისტი და ძლიერი მოდელირება. მოდელირება უნდა გაკეთდეს ერთი ფერით, მონოფერით, უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მაღლა და უნდა სახე ამით უფრო წამოვიღოთ და გავალამაზოთ, ვიდრე დავამძიმოთ, ჩავიგდოთ, ანუ ეს გავაკეთოთ ისე ვარდისფრით. დღეს მე ყველაფერი ვარდისფრით მიგეთია. ცხვირი თუ მე მინდა ოდნავ ცხვირი შევათხელო. სხვათა შორის ცხვირზეც ვარდისფერია. ცხვირზეც ვარდისფერია და როდესაც მე ვხედავ ქალაქში გოგონებს, რომელსაც ძალიან სწორად აქვთ ხოლმე ეს გაკეთებული, ვერ ვიკავებ თავს და ქუჩაში ვაჩერებ და ვეუბნები კომპლიმენტს. იმდენად ბევრი გემოვნებით, მაღალი გემოვნებით იკეთებენ ძალიან ბევრი ჩვენ ქალაქში. დიახ, მაკიაჟს და მე მინდა აღნიშნო, რომ მე მაქვს გამოცდილება სხვა ქვეყნებშიც მე მუშაობ, მე მაქვს გამოცდილება, მე ვაკვირდებოდი სხვა ქვეყნებშიც როგორ კეთდებოდა ეს. ძალიან ჩვენ ქალებს გამორჩეული გემოვნება. აი, ხომ ხედავ, მე ამას ყოველთვის ვამბობ, გამორჩეული გემოვნება აქვთ. ჯერთი მართლა ლამაზი ქალები ყავს. ჩვენმა ქალებმა იციან სწორად დახატვათ, ჩაცმაც და თავის სწორად პრეზენტაცია. აი, როგორ მიხარია, იმიტომ რომ მე მარტო არ ვაზროვნებ ასე თქო. კი, და მე ეს მარტო ჩემი ქვეყნის სიყვარული არ მალაპარაკებს ამაზე. ეს არის ჩემი დაკვირვება, არც თუ ისე მოკლე ხნიანი, ანუ საკმაოდ გრძელ პერიოდს ვარ ამ სფეროში, რომ მე ეს ასე თამამად ვთქვა. ეხლა შეცდომებზეც ვისაუბროთ. აი, შენ როგორც პროფესიონალი, რამდენიმე, თუნდაც 3 შეიძლება 5 თქვა, მაგრამ ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებთ ჩვენ ქალები? აი, რა გხდება ხოლმე თვალშისაცემად? რა არის არასწორად ხოლმე გაკეთებული? ხისტი კონტური ტუჩებზე აღარ არის აქტუალური. ხისტი კონტური ტუჩებზე საერთოდ არც აქტუალურია და არც ტრენდულია. აი, დაგვიკონკრეტეთ ხისტი კონტურში როდესაც ავიღებთ ფანქარს და დღეს ჩემი ტუჩით საკმაოდ კონტურირებულია, მაგრამ თქვენიც ნინოსი ბევრად უფრო ტრენდულია და უფრო ის არის რაც უნდა იყოს. ტრენდული განგებ ნინოზე დღეს ჩვენ ხედავთ ყველა ფერს და ტენდენციას, ეს არის მსუბუქი ჰაეროვანი, ნაზიფერებით, კარგად დაშლილი ლიფტი, ყველა ნიუანსი გათვალისწინებულია. არ უნდა ავიღოთ ფანქარი. 2 ტონით უფრო მუქი ვიდრე ჩვენი კანია და ხისტად შემოვიხატოთ ირგვლივ. დღეს მხდება მართალია უფრო სასაკში ვიდრე ახალგაზრდებში. ანუ ვერ ეგუება ქალი ტრანსფორმაციას, ეს ნორმალურია, რაღაცას რომ მივეჩვევით, მე გვიჭირს იმის უკუგდება. ხშირია და ალბათ ყველაზე არ არის სწორი, როდესაც შავ თვალწარბა გოგონები შავ ფანქარს ხმარობენ.
ან შავ ლაინერს ხმარობენ. ალბათ ახლა მკითხავთ, აბა რა უნდა იხმაროსო, ხო? თუ შავი თვალი და შავი წარბი აქვს, ულამაზესია მუქი ლურჯი. ულამაზესია მელნისფერი. ულამაზესია ცივი შოკოლადის ფერი. ახლა რას ქმნის ეს და რას გვიცვლის? შავი ფერი ზოგადად არის ძალიან ხისტი. ის თან თქავს სხვა ყველაფერს. თუ გოგონას ლამაზი თვალის ფერი აქვს, ის შავი ბანკარი უბრალოდ უკლავს ამ თვალის ფერს. ხოლო სწორად შერჩეული თუნდაც იგივე მელნისფერი. ის გამოუკვეთავს თვალს, მაგრამ არ დაამძიმებს მას. ის რაღაცა ელფერს მისცემს, სიმციმს მისცემს და უფრო ათამაშებს თვალისფერს. მაგალითად, შავგურემნები, მწვანე თვალება გოგოები სიამოვნებით ვთავაზობ ხოლმე მელნისფერს ძალიან უხდებათ. ლამაზი ფერია. შავ თვალება გოგონებს, ვისაც ყავისფერი თვალი აქვს, უხდებათ მუქი ლურჯი. იგივე ეხება ტუშს. აუცილებელი არ არის კუპრი შავი წაისვა. შეგიძლიათ დატვირთული ლურჯი წაისვა, შეგიძლიათ რუხი წაისვა, თუ გინდათ თვალის გამოკვეთა. შავი მაინც უფრო თუ ტუშზე ვსაუბრობთ, უფრო საღამოს მაკიაჟია. დღე აქაც ფერი შემოდის ტრენდებში. თქვენ რო იცოდეთ ამ სეზონზე რა ფერები შემოგთავაზა ბრენდმა? წითელი, ელექტრიკ ლურჯი, ელექტრიკ მელნისფერი, მწვანე, bright pink, ანუ კაშკაშა ვარდისფერი, ულამაზესი ტექსტურები, ულამაზესი ფერები და როგორ უნდა მოვირგოთ. ანუ ხასიათის მიხედვით უნდა მოვირგოთ. ანუ შეცვლილია საერთოდ. ხასიათის მიხედვით უნდა მოვირგოთ, იმიტომ რომ ეს უფრო და უფრო ემგვანება მithmetes გაზაფხულზე თამაშს, სიამოვნებას, მხატვრობას და ასეთი მე პატარა გოგოებს ახლა. არა, მე მაგალითად არ ვარ პატარა. ჩემი თუ თქვენ ქალბატონსოფო ძალიან მოგიხდებათ მელნისფერი. საერთოდ ხმარობ. ხო ხმარობ. ანუ ხმარობ. ნინო თქვენთან კარგი იქნება მუქი მწვანე. თქვენთან ძალიან კარგი იქნება მუქი მწვანე. როგორც ტუში, ასევე თვალის ფანქარი და დღეს გისვიათ მწვანე ფანქარი. ოღონდ ბლაში არ მეხმარია ვარდისფერი და აი ახლა უნდა დავიწყო ვისწავლო სწორად. თქვენ რადგანაც თანაბარი კანის ფერი გაქვთ, თეთრი კანის ფერი გაქვთ, თანაბარ კანის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი უკეთესად ჯდება. შეგიძლიათ ჟოლოს ფერიც იხმაროთ, გამოკვეთილი ზაფხულში, გამოკვეთილი ჟოლოს ფერი. საინტერესო. და დატვირთული ვარდისფერი ახლა გაზაფხულზე. ძალიან მაინტერესო. ანუ სეზონის მიხედვით იცვლება ფერი. ფერი იცვლება. რადგან მოდის გაზაფხული? გაზაფხულზე ურჩევდით, აი რაც თქვით, ვარდისფერს, ვარდის ფურცლის ფერ, ბლაშს, შეფერილობას, გამჭვირვალედ წასმულ იგივე ელფერს ტუჩზე. ტუჩსაც გამჭვირვალეს. კი ბატონო, გამჭვირვალეს, იმიტომ რომ ტუჩი აღარ არის დატვირთული, უფრო და როგორ ვისმევთ, იცით, შეიძლება იყოს პომადა. შეიძლება იყოს პომადა, მაგრამ ეს პომადა ცოტა ხელით უნდა გავშალოთ, ანუ კვეთრი კონტურები ტუჩს არა აქვს და კენკრის ფერებია მოდაში. გამჭვირვალე. ვარდისფერთან ერთად კენკრის ფერი. რა კენკრა გვაქვს ფერადი? ჟოლო გვაქვს, მარცვე გვაქვს, სამწუხაროდ არ ვიცი მოცვი. მაგრამ მოცვი ის ფერისგან მიდის, მაგრამ შავგურამებს უხდებათ. და საინტერესო. და ის როდესაც აი ახლა ვერ დავასახელებ, არ მინდა ბრენდის დასახელება, იმიტომ რომ ისეთი ფერები ყველგან არის. ძალიან ზუსტად რაც მოცვისფერი ახსენეთ, ორი lip glossy დევს დღეს ჩვენ ბაზარზე ულამაზესი მაკდონალობაში. და თვალებს ესე იგი გაზაფხულის მაკიაჟს ვიმეორებ, ბლაში, ვარდისფურცლის ფერი, თითქმის ან გამჭირვალე ან კენკროვანი ელფერის ტუჩსაცი, ფერადი ტუში, ფერადი ფანქარი, ფანქარი და აუცილებლად ციმციმა თვალის გამჭვირვალე ჩრდილები, რომელიც ასევე ფერადია. არა, შეიძლება ყვითელიც იყოს, კვერცხის გულის ფერიც იყოს, ოღონდ როგორც აკვარელი ისე უნდა იყოს წასმული. სუბუქად. შეიძლება იყოს მწვანე, ცისფერი, ვარდისფერი, აბსოლუტურად არ ხარ შეზღუდული აქ. უბრალოდ ნაზად და იცით როგორ
თუნ ტექსტურაც ამ ჩლების ისეთია, როდესაც გადაისმევთ ამ თითქოს და მჭახე ფერს, კანი მაინც გამოსჭვების ამ ჩtildeთან. და ეს ფერი არის ძალიან ჰაეროვნად და ძალიან ბუნებრივად განაწილებული და ლამაზია ძალიან. სოფო თუ არ გაკითხოთ აი ერთი კითხვა მაინც მაგიცი რა არის, მაინც ასაკი. რამდენად მისაღები იქნება ასაკოვანი ქალბატონებისთვის ეს ფერები? ჩვენი ქალბატონებისთვის თავისუფლად გეტყვით რატო აღვნიშნე ჩვენი ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ჩვენი ქალბატონები ინარჩუნებენ სახეს ასაკში, მათ არ ეკარგებათ და არ უხუნდებათ არც წარბი, არც თვალი, არც თმის ფერი, ისე იმდენად როგორც მე მინახია სხვა ქვეყნებში, ანუ საკმარისად ბუნებრივები რჩებიან ღრმა ასაკშიც. ამიტომ არ უნდა მოერიდონ ამ ფერებს. გახსნილი გვაქვს ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. მე არ გეუბნებით რომ ეს იყოს ჭახეთ და უგემოვნებოდ. არა, ფერი უნდა იყოს. ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს. თითქოს უფრო ახალგაზრდულ ფერს ხასიათსაც გვიქმნის. დღეს ამ ყველაფერს არა მარტო გარეგნული მხარი აქვს და ჩვენი რა თქმა უნდა მუდმივი სურვილი დავჩეთ ახალგაზრდებად, ყველა ქალს ეს გსურს. არა მე არ მინახია ქალი რომელსაც ეს არ სურდეს, ხო? განწყობას ქმნის. დღეს ჩვენს ყოფაში ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა. ჩვენი ფსიქოემოციური განწყობა. ეს გვიქმნის ამ განწყობას. დილით რომ ადგები, გაიკეთებ ამას, მე შენ თავს შეხედავ, უკვე რაღაცა თითქოს პატარაზე გული გაგეხსნება. გარეთ რო გახვალ და კიდე შენაერ ბევრს დაინახავ, ხარ ბედნიერი. ანუ ძალიან ჩვენ ვქმნით, იყოს რომ ყველა ქალბატონი იყოს ბედნიერი და ყველა ქალბატონი იყოს ისეთი რომ გამოდიხარ გარეთ რომ გიხარია, როდესაც ლამაზ ქალბატონებს ხედავ, ეს არის ბედნიერება და მე სულ ვამბობ რომ აი ყოველ გადაცემაში გახსოვს, სულ აღნიშნავ რომ საქართველოში არის ულამაზესი ქალბატონები. ასაკშიც კი იმდენ საინტერესო და ლამაზ ქალბატონს ხვდები, რომ ხანდახან ხა მეც უკვე იმ ასაკში ვარ, მაგრამ ჩემზე დიც რომ ვნახავ კარგ ქალბატონს, მიხარია, ნეტა მე ესე ვიქნები, ყოველთვის ამ კითხვას ვსვავდი მთელი ცხოვრება და მიხარია, მინდა რომ ყველა ქალბატონი იყოს ბედნიერი, რაღაც აი, რა ვიცი, ეს არის ვერთები თქვენ სურვილს აი ძალიან დიდი აი გულითადი აი რა ვიცი, ისე მინდა რომ ყველა კარგად გამოიყურებოდეს. კეთიმ ზუსტად ასწავლა ეს პატარა ხრიკები ანუ ხერხები როგორ შეიძლება გაიხალისოს ქალბატონმა სახე და საუბრის დასაწყისშივე დაანგრია კეთი შენ ერთი მითი და მითი რომ ტონალური ვნებს სახისგანს და რეალობა ის არის რომ ტონალური აი ეს იმიტომ მინდოდა რომ ეთქვა ტონალურები სახისგანს რომ გაეხმახვილებინათ ყურადღება რომ მიხვდნენ რომ უნდა იხმარონ აუცილებლად იმიტომ რომ მათ გააჩნიათ დამცავი საშუალება როდესაც სახე არ აქვთ მწყობში და ყოველ მეორეს ეგ პრობლემა აქვს და ძალიან ბევრს ეშინია ტონალურის ხმარება ზუსტად იმიტომ ვკითხე კეთის რატო და როგორ მოიქცნენ აუცილებელია ის თავის ეფექტს აძლევს ერთგვაროვანი ხდება კანი და შენ უფრო თავისუფლად შეგიძლია ანუ ის გეხსნება ყველანაირი დისკომფორტი ამ დროს აი ამიტომ მინდოდა რომ ყურადღება გაგვემახვილებინა კიდე თუ არის გაქვს ესეთი რამდენიმე მითი რაც მითია წარსულიდან გადმოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში და რეალობა სულ სხვა შეიძლება იყოს. რომ იცით რა აი ტონალურთან დაკავშირებით მაგალითად დაანგრია. აი ასეთი მითები თუ არის დღეს კიდე თუ შემორჩა, რაც მცდარი წარმოდგენა შეიძლება გქონდეს და რეალობა სულ სხვანაირი. კი ბატონო, არის ასეთი მითები, ეს მარტო ტონალურს არა, ზოგადად დღემდე თვლიან უფრო თაობის წარმომადგენლები, რომ პატარა გოგონები არ უნდა იხატებოდნენ. აი რადიკალურად არ ვეთანხმები, პატარა გოგონებს გულისხმობ 15 უკვე თინეიჯერებს, როდესაც ისინი წამოიჭიდნენ და მათ უნდათ მოირგონ, იმიტომ რომ ისინი მომავალი ქალები არიან, ანუ გოგონები არიან, მაგრამ მე ყველაზე საინტერესო ასაკია. მათთვის უკვე საინტერესო ხდება. მე ვთვლი რომ აქ არანაირად არ უნდა დაუშალონ დედებმა შვილებს ამის მორგება სახეზე. ანუ ზომიერება ხო საჭიროა რაღაც ზღვარი. დედები უფრო არა, ალბათ უფრო ბებიების მხრიდან მოდის ეს წნეხი რომ ნუ იხატები პატარა ხარჯერ სახეს გაიფუჭებ
და ხდება გოგო 25 წლის და ვერ ხვდება რა წაისვას. თუ ამ ასაკში შეუზღუდე, მოირგოს, შეხედოს თავის სახეს, გაილამაზოს, მიხვდეს რა უხდება, რა არ უხდება. როდესაც უნდა გავაკეთოთ ეს. როდესაც ჩვენ უკვე დასრული ქალები ვართ, ამიტომ დღეს, როდესაც ხელს გვაქვს ეს ამხელა არსენალი, სწორად შეურჩიონ. დაეხმარნენ სწორი არჩევანი გააკეთონ, ვადიანი პროდუქცია შეიძინონ. სწორად შეინახონ ეს კოსმეტიკა, ნუ გადებენ მზის გულზე, ნუ ატარებენ ყოველ დღე მზიან დღეებში ჩანთით, ნუ შედებენ მაინც და მაინც მაცივარში. ანუ სწორად შეინახონ, სწორად მოიხმარონ, ჰიგიენა დაიცვან, ფუნჯები, სპონჟები დროულად გარეცხონ და გაასუფთავონ, არაფერი პრობლემა არა, პირიქით. სწორად მოიცილონ მაკიაჟი თავის დროზე. ასეთი მაქვს. შენახვასთან დაკავშირებით. შეიძლება თუ არა აბაზანაში რო ინახავენ. არანაირად, აბაზანაში საერთოდ არაფერი არ უნდა შევინახოთ. გარდა შამპუნისა, კბილის ჯაგრისა და კბილის მომოვლის საშუალებების. ანუ ყოველთვის მაგას არ შეიძლება. არაფერი. ანუ არ სახის მოვლის საშუალება. არანაირად. ტენიანობა, როდესაც შეიძლება. შეხედეთ, ტენიანობა მუდმივად იცვლება, ტემპერატურა მუდმივად იცვლება და კრემი სტრუქტურა იშლება. მე ვახსენე ხო, რომ ტონალურშიც რამდენი ეს იგივე C ვიტამინი რო იდება. ის იდება სპეციალურ გარსში, რომელიც მას ინახავს, რომ კანს მოხვდება თუ არა, მაშინ გასკდეს ის კაფსულა და შევიდეს და როდესაც თქვენ ხო, ანუ სტრუქტურა კრემის ჯერ ისედაც იშლება და ინგრედიენტები ხო კვდება. ამ ტემპერატურის აბაზანაში პირველ რიგში შემთავს ვეტყვი. მაცივარშიც არ გვინდა. ზოგჯერ არის, რომ აი აღარ ვეხლა. დიახ, სულად გრილ მშრალ ადგილას, სულად საძინებელში თუ ეს საძინებელი არ არის ძალიან ზიანი, თუ მზიანია სადმე პატარა კარადაში, რომელიც ცოტა მოშორებით კარადაში, მოშორებით ფანჯრით. კარადაში. ნუ არის ახლა ზოგიერთი ვთქვათ ისეთი რომელიც იძულებული ხარ რომ მაცივარში ისიც საშუალო ვუხსნი რომ ქვედა თაროზე გეთანხმებით ხალბანოსოფო არის ასეთი საწყები რომელთაც მითითებულია აქვთ კი რომ შეინახეთ მაცივარში და იქაც მითითებულია რომ ქვემოთ არა იქ სადაც გამყინვარება თაროზე არამედ სადაც უფრო ბოსტნეულისა და ესეთი პროდუქტების სადაც უფრო ტემპერატურა ნაკლებია კი, ასე თუ არის მითითება თავისთავად. დეკორატიულ კოსმეტიკას უმთავრესად ასეთი მითითება არ აქვს. რაც არ უნდა კრემოვანი და თხევადი არ იყოს, არ აქვს ასეთი მითითება. სოფოს ქონდა ერთი კითხვა, მაგრამ მე მგონი ახლა დავიწყდა და ამიტომ მე შენ კითხე არა, ვიცი რა კითხვასაც აპირებ და კითხე შენ. არ არის პრობლემა. ერთი სული მაქვს როდის კითხე მიდი. სოფო აპირებდა რომ ეკითხათ რომელ ისტორიულ ფიგურას გაუკეთებდი მაკიაჟს და ისე დავამახსოვრდა ეს კითხვა. ეს არის ყოველთვის ყველასთან ჩემი კითხვა. თან ველოდები რომ ახლა კითხავთ ახლა არ არის პრობლემა. ძალიან საინტერესო. კეთე შენთვის როგორც ვიზაჟისტისთვის ვისი სახეა საინტერესო. ისტორიული ოღონდ. აღოც ისტორიული, აი ალბათ სოფო მთხოვს ისტორიული. მე თქვენს გაგცემთ მე პასუხს ორივეს გაგცემთ. ისტორიული გმირი. ისტორიული გმირი შეხედეთ მიუხედავად იმისა რომ მე ხა მე-18 საუკუნისკენ მივდივარ, უბრალოდ ინგლისის დედოფალი ანა მიყვარს მე საინტერესო ძალიან რომელიც არის სტიუარტების ბოლო შთამომავალი და არის ძალიან ძლიერი ქალბატონი, რომელმაც შექმნა ინგლისი შექმნა, მან იმპერია შექმნა. მან უარი თქვა თავის ბედნიერებაზე. ყველაფერზე უარი თქვა და მთელი თავი დაუდო თავის სამშობლოს. და ვფიქრობ, ქალბატონი, რომელზეც დედოფალი, რომელზეც საუბრობ, თავისთავად ახლა მე-18 საუკუნის წარმომადგენელია და მისი პორტრეტები რო ნახოთ, ალბათ იფიქრებთ, რომ რატომ მოუწილებულად შემდეგ ამოვანათებთ. შეხედეთ რა ხდება იმ პერიოდში ცოტა უცნაური მაკიაჟი იყო. უпроსტად მაშინ მე უნდა მოგიყვეთ როგორი იყო ორი სიტყვით. ეს იყო გათეთრებული საფერები. სპეციალურად ითქლებოდა ვერცხლის წყალზე დამზადებულ უსაფრთხო. ძალიან ხასხასა და ესეთი გამშხამლებული ვარდისფერი ლოყები, რომელიც ბურთად ცენტრზე იყო წასმული
წარბები, კი, აი ბლაში. წარბები იყო ხელოვნურად შექმნილი და იწებებდნენ, იმიტომ რომ სქელი წარბი იყო. წარმოიდგინე მოდაში. და აუცილებლად ძალიან თხლად იყო წამწამის ხაზი გამოყვანილი და ტუჩი იყო ცოტა ძალიან საინტერესო არის, ძალიან. ხო, რა თქმა უნდა ჩვენი მაკიაჟი ასეთი არ არის და ჩვენ რომ დაგვეხადა სულ სხვანაირად დავხატავდით, მე დავხატავდი ისე როგორც იხატებიან ახლა ქალბატონები, ხო? ტექსტურები სხვა არის, სულ სხვა ადამიანს მივიღებდით ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ იქ რადიკალურად შეიცვლებოდა სახე. მე ძალიან ბევრი მასალა მაქვს საინტერესო ვაგროვებ ყოველთვის როგორი იყო მოვლის კულტურა და ეს ზუსტად ვიზაჟის კულტურა ჩვენს წელთაღრიცხვამდე არა, მაგრამ მერე უკვე რო დაიწყო და იმდენად საინტერესოა და ვგიჟდები ძალიან ასეთ პიროვნებაზე სინიორა ტოფანაზე. ეს ძალიან საინტერესო პიროვნებაა და ზუსტად აი ფერუმარილთან დაკავშირებით მათეთრებელი საშუალებები ჰქონდა, გამწვენდი საშუალებები ჰქონდა. ეძახდნენ ამ ქალბატონს მოღალატე ქმრების რისხვას. ანუ ისოფო მოყევი აუცილებლად საინტერესო იცი რა იყო, რომ უბრალოდ ეს ქალბატონი საწამლავე იყო. ამზადებდა და ხო დახვიდეს ეს ქალი მაგის გამო დაისაჯა და მთელი ის იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო პიროვნება იყო, რომ ესე პირდაპირ ეძახდნენ მოღალატე ქმრების რისხვა. იქმნებოდა ეს საცხი იყო საწამლავე, აი ზუსტად აღნიშნა ამ მათეთრებელ იცოდნენ ეს ქალები, მაინც ხმარობდნენ. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ ფერუმარილი არა, მაგრამ მათეთრებელს როდესაც ამზადებდნენ, ფერუმარილი მე მახსოვს ბავშვობაში ეს, როდესაც ვერცხლის გამომწვარი ვერცხლის და ძალიან ესე იგი კანი ჰქონდათ ყველას იდეალური, ვინც ამას ხმარობდა. ფაიფურის კანი იყო, და მათეთრებელ საშუალებებშიც ხშირად ჰიდრარგილი, მაგრამ ეხლა არ შეუება ფიზიკურად, ეხლა ეს ის დოზა არ იყო, მინიმალური დოზით ხდებოდა და კანი მართლაც სასწაული ხდებოდა. სასწაული და ძალიან საინტერესოა. სურათი აუცილებლად ამოვაღებინოთ. ცოტა გროტესკულია ეს მეიქაპი, მე-18 საუკუნის მეიქაპი ზოგადად ცოტა გროტესკულია ჩვენი გადასახედიდან, მაგრამ მაშინ ეს იყო ძალიან ტრენდული. თანამედროვე სიტყვასებით, მამაკაცებიც, დიახ. ეს მათ სტატუსს უსვამდა ხას თუ მაშინ არ შეიძლებოდა რომ მამაკაცი ვიზაჟის გარეშე ყოფილიყო, არა, სტატუსი იყო, ეს იყო სტატუსი, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე ზოგჯერ პირიქით ითვლებოდა რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს ჰქონდა ესეთი გარკვეული პერიოდის მერე უკვე აქეთ. ანუ ყოველთვის იცვლებოდა ეს სტატუსი. სოფო, აი დავინტერესდით, ეხლა სინიორა ტოფანა რა მექანიზმით ხოცავდა ხალხს მაინტერესებს. სახეზე ქალბატონები რასაც ისმევდნენ, თვითონ მათ არაფერი არ ემართებოდათ, მაგრამ ის მამაკაცები ვინც კოცნიდნენ, იწამლებოდნენ. აი ეს იყო მთელი მიზა. მისი სქემა. კრიმინალური სქემა. ეს იყო კრიმინალური სქემა მართლა. მთელი ისტორია მაგ ქალბატონზე ძალიან საინტერესო. იმ ეპოქაში ცნობილი იყო ეს კი. იყო, ასე ვთქვათ. კი, იყო დამღუპველი, კი. წითელი ფერიც, აი წითელი, რასაც ქვია, არ იყოს, ანუ არ იყო მიღებული. მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებისთვის იყო და მე მინდა გითხრათ, როდესაც იმართებოდა ეს უკვე უფრო აქეთ უფრო მე-19 საუკუნისკენ დიდი წვეულებები და დიდი პომპეზური შეხვედრები, თავისთავად ასეთ შეხვედრებზე დიდგვაროვანებთან ერთად ბევრი მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონიც იყო გამობრანჭული და მისული ასეთ ღონისძიებებზე და იმისათვის რომ მამაკაცები მიმხვდარიყვნენ ვინ იყო მსუბუქი ყოფაქცევის მათ ფეხსაცმლის ძირი იყო წითელი ფერის. აი წარმოიდგინე შენ საიდან მოდის ტაბუ წითელ ფერზე, რატო არ შეიძლებოდა წითლის სახეზე წასმა და ბოლოს უკვე ჩვენ საუკუნეში ლაბუტენი
ლაბუტენი გახდა რატო საიდან წამოიღო იმან ეს ყველაფერი წინა საუკუნეებიდან და დღეს ეს წითელძირიანი ფეხსაცმელი ძალიან ტრენდულია და მოდაში. კიდე რა წითელი უფრო თუ გინდა რომ გამორჩეული და თვალში საცემი იყო ამასთან ასოცირდება და მოდა ყოველთვის მოდა არის ყველაფერი და რაც საინტერესოა რაც კი სამყარო შეიქმნა და ადამიანი შეიქმნა იმ დღიდან არის ეს პრობლემა თავის მოვლის რა თქმა უნდა ვიძახით და კიდევაც ვიტყვი რომ ტყუპები არიან ჩვენი ვიზაჟი და კოსმეტოლოგია და ანუ აი თავიდანვე ის პირველყოფილი ადამიანი არ ვიცი ალბათ როგორ უვლიდა რას აკეთებდა ძალიან საინტერესოა მაგრამ აი დღესაც უკვე სოფლიო თუ კი რამე პრობლემა არის ეს არის ვიზუალური ხარე ადამიანის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან მინდა რომ განვითარდეს ძალიან წინ წავიდეს ჩვენი თაობა, ახალგაზრდობა, მინდა რომ ჩემი ასაკის ქალბატონები, ჩემ ასაკთან შედარებით კიდევ უფრო დიდები, ყველა ქალბატონი გამოიყურებოდეს ძალიან კარგად და თუ კი რამე შეიძლება რომ ჩვენ რაღაც ისეთი გავაკეთოთ და ჩავატაროთ ნინ ხოლმე რომ მივაწოდოთ ისეთი საინტერესო ინფორმაციები ამ ქალბატონებს მე მგონი საინტერესო იქნება. აი შეჯამების სახით მე ორივესთან მექნებოდა ეს კითხვა, აი როგორ ფიქრობთ? ეხლა წარსულზე ვისაუბრებთ 90-იან წლებზე, აი ფაქტიურად 20 წლის წინ ვიმოგზაურეთ. 20 წლის შემდეგ რა იქნება? ეხლა ბლაში 60-იან წლების ქალისთვის რო გეთქვა რომ ბლაში იქნება ასეთი 20 წლის შემდეგ რა იქნება 20 წლის მერე თქვენ ორი პროფესიონალის ხერხართ აგ ესთეტიკოსი ვიზაჟისტი და როგორ ფიქრობთ 20 წლის შემდეგ მომავლის ქალბატონი როგორ გამოიყურება აი მე ძალიან არ მინდა წარმოვიდგინო ის როგორი იქნება მომავლის ქალბატონი მე მაინც იმეც ვიტოვებ რომ გონიერება ცოტა შიში გაქვს თქვენს ხო? ძალიან შიში მაქვს და ძალიან აი განვიცდი რა იქნება შემდგომში, მაგრამ რაღაც გონიერება მე მგონი ძლევს ყველაფერს და გაიმარჯვებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანი იყოს ქალბატონი იქნება ეს თუ მამაკაცი, დაკარგოს თავისი ქალური საწყისი და მამაკაცმა თავისი მამაკაცურობის და მამაკაცობის საწყისი. აი ვერ წარმომიდგენი, არ მინდა რობოტი იყოს. არ მინდა რაღაცა ეს გამჭირვალე იყოს. მე ვფიქრობ, ქალი ყოველთვის ქალი უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, გადის წლები, საუკუნე გადის და იცვლება ეს ტენდენცია და ხვდებით სხვანაირები, მოდის მსხვერპლი ვართ მაინც, მოდი ასე ავყვეთ და ესფეროც მოდას ემსახურება. ძალიან შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ეგრეა. იმედია გონიერება ძლევს ყველაფერს. დიახ, მეც ვერტები თქვენას. მეც მაქვს შიში, რომ ჩვენ არ გვშთანთქოს ამ ხელოვნურობამ ყველაფერში. მე არ გულისხმობ ნაქვთების ხელოვნურობას. აზროვნების, ტექნოლოგიების არ ჩაგვანაცვლოს და არ გვშთანთქოს და უსახო არსებად არ გვაქციოს. გონიერება ნამდვილად გჭირდება კაცობრიობას ზოგადად. დავამთავროთ ესეთ იმედიან ნოტაზე ჩვენი პოდკასტი და მადლობა რომ გვიყურეთ თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დაგვიტოვეთ კომენტარი და დაელოდეთ ჩვენს მე-6 ეპიზოდს